პროექტის მიზანია სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვნა და როგორც აქტუალურად ძირითადად ინფორმაცია რა თქმა უნდა ეხება სამინისტროების საბიუჯეტო სახსრების საბიუჯეტო სახსრების განვითარებას და ეფექტურ ხარჯვას. ინფორმაციები ჩვენ გამოვითხოვეთ შემდეგი თემატური ბლოკების მიხედვით, რომელიც აგრეთვე საერთზე არის და შეიძლება ითქვას, ეს არის სამინისტროების ბიუჯეტი, პრემიების სახელმწიფო ფონდების საშტატო ერთეულები, ამ სამინისტროების ავტოპარკის ხარჯები, სახელმწიფო პროექტები და პროგრამების ჩამონათვალი გამოუთხოვეთ ჯერჯერობით. უკმაყოფილება ახალი პორტალის Open Data G-ს მიმართ დღეს უკვე გამოითქვა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი არაკორექტულობაში ადანაშაულებდა საიტის წარმომადგენლებს. საიტი Open Data G, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა, საჯარო ინფორმაციას ათავსებს თავის პორტალზე საჯარო მოხელეების სახელფასო, საპრემიო თუ სხვა დანახარჯებზე. იუსტიციის სამინისტროსთან გაგზავნილი 14 კითხვიდან 13-ს პასუხი გაეცა, ხოლო ერთ კითხვას პასუხი იმ მოტივით არ გაეცა, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენდა. სწორედ ეს გახდა მოტივი, რის გამოც Open Data G-მ არ დაასახელა იუსტიციის სამინისტრო ყველაზე გამჭვირვალე სამინისტროდ. იუსტიციის სამინისტრო გონი არ იხსენებიათ, ხომ არ იცით ამის თაობაზე რამეს? იუსტიციის სამინისტროს შეეხება გაგზავნილი ჩვენი მოთხოვნების პასუხები აბსოლუტურად ყველაფერზე პირველად, თუმცა აქ აღნიშნული იყო მხოლოდ ის სამინისტროები, რომლებმაც სრულყოფილი პასუხი მოგვაწოდეს ყველა დასახულ კითხვაზე. მაშინ აი ესეთ განცხადებას როცა ვაკეთებ, მე გთავაზობდი რამის რომ მოდი თქვენი კითხვები ამოვიღოთ და ჩვენი პასუხები და ის განცხადება, რასაც თქვენ ამბობთ, არასრულყოფილია, აგერ აი ამდენი ხალხის თანდასწრებით ერთად განვიხილოთ. ან წინააღმდეგ შემთხვევაში დაასაბუთეთ და როგორ იყო ეს პასუხი, იმიტომ არ შეიძლება მე მესმის და ეთანხმები თქვენს პათოს სრულიად და მეც მომხრევარ იმისა, მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს და მე ჩემს ორგანიზაციაში ვარ ინფორმაციის თავისუფლებაზე და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, რაც მაკისრებს იმ მოვალეობას, რომ მაქსიმალურად გავცე ინფორმაცია და ჩემს ინტერესებში შედის, რომ დავები ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის. თუმცა იმის დაუფასებლობა, რომ თქვენ ვადაში მოგეცათ და აბსოლუტურად ყველა 14-ვე კითხვაზე პასუხი, ეს მგონი რომ როგორც მინიმუმ არაკორექტულია. იუსტიციის სამინისტრო პასუხი რომელსაც მიუთითებს კონსტიტუციის 51 მუხლს ფინანსური ინფორმაციის თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არის ოფიციალურ ჩანაწერებში აღნიშნული თანამდებობის პირების შესახებ არსებული პერსონალური მონაცემი, ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლის განჟღავნების უფლებაც ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა კონსტიტუციით გათვალისწინებული შეზღუდვები. უბრალოდ დასუსტებისთვის ეს მე მგონი ამ ორგანიზაციასაც გამოადგება და ჩვენც. Das ნიშნავს ფინანსებთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია, როდესაც საუბარია საჯარო მოხელებზე. იქნებ უბრალოდ განგვიმარტოთ. ხოთ იხილოთ სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილებას. არა, მეკაცრავად, კონკრეტულად რა არის? პერსონალური ფინანსური ინფორმაცია საჯარო მოხელის, რა? ხელფასი, პრემია თუ რა? გადაწყვეტილებას ამოგვიწევს. კანონები დავასრულოთ.